კურიერის მომდევნო სტუმარი იქნება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ გორდულაძე. ჩვენ მასთან საუბარს დავიწყებთ. დღეს ერთ-ერთი მთავარი სიახლით, როგორც იცით, დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გააცნო ცვლილებები, საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. ეს ცვლილებები არის შემდეგი, რომ სუსის ხელმძღვანელი ხდება იუსტიციის მინისტრი ანდრიე ოხანაშვილი, იუსტიციის უწყებას ჩაიბარებს დეპუტატი პაატა სალია, რაც შეეხება გრიგოლ ილუაშვილს, მისთვის შექმნება ცალკე უწყება, ეს არის რეგიონული განვითარების სამინისტრო. არჩილ გორდულაძე უკვე ჩვენთან ერთად არის. მოგესალმებით, ბატონო არჩილ, მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი სტუმარი მონაწილეობას იღებთ გადაცემაში. მოდით დავიწყოთ საუბარი ამ ცვლილებებით, გვითხარით უფრო მეტი ამ გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვინც უყურებს ჩვენს გადაცემას. სანამ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, არ ჩათვალოთ, რომ კითხვას გაუბივა, რა თქმა უნდა, ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. შეგიძლიათ უპასუხოთ. უბრალოდ იმ უტიფრობას, რასაც ეს ადამიანი კადრულობდა ამ ხნის განმავლობაში, ამ წუთების განმავლობაში, როდესაც ამ სკამზე იჯდა, უბრალოდ ყველანაირი ფსკერზებს ფსკერი არის. ეს ადამიანი ბედავს და ხმას იღებს და ახსენებს სიტყვებს მონობას და ღალატს, როდესაც ეს ადამიანი იმ თავის მეგობრებთან თუ ძმაკაცებთან თუ დაქალებთან, რეალურ მონებთან, რეალურად თავის პატრონების დაკრულზე მოცეკვავე ადამიანებთან ერთად ყოველ ფეხის ნაბიჯზე, როგორც 2003-2012 წლებში, ისე 2012-დან 2025 წლის ჩათვლით, ყოველდღიურად, ყოველწამიერად რომ ქვეყანას ღალატობს და ეხლაც რომ ცდილობს რომ ეს ქვეყანა ჩამოშალოს და უტიფრად რომ ცდილობს რომ ქვეყანაზე მზრუნავ ადამიანებს პირდაპირ შეურაცხყოფები აყენოს, აი ზუსტად ამიტომ არიან ეს ადამიანები დასასრულებლები. მაგიტომ არის საჭირო, რომ ეს ნაძირლობა, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვია, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, როგორც დასრულდა ის მავნებელი და ადამიანების სიკვდილით და ადამიანების გაუბედურებით მოსარგებლე ნაცისტური და ფაშისტური რეჟიმი, ზუსტად აი ამიტომ უნდა გაუხდნენ ეს ადამიანები და უნდა ჩამოშორდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებლობა იყოს, რომ სიმშვიდემ დაისადგუროს და პარტიებს, რეალურად პარტიები, რომლებიც არიან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარება უნდათ და თავისი რესურსის ჩადება უნდათ პოლიტიკაში და ქართული ხალხისთვის დარწმუნება, რომ სწორედ მათი გზა არის ეროვნული, აი იმ პარტიებს უნდა კონდეს შესაძლებლობა, რომ აი ისეთი მავნებლები, როგორიც არის მავნებლები, როგორიც არის ბარამიძე, როგორიც არის სააკაშვილი, ბოკუჩავა, გვარამია, მელია, უნდა დასრულდნენ ერთხელ და სამუდამოდ, რომ აღარც კი გაბედონ ამ ადამიანებმა, რომ ეს სიტყვები იხმარონ ტელევიზიით და ქართველ ხალხს თვალებში ნაცარი აყარონ და შეიბედონ. ჯერ ამ ადამიანებმა იმ კითხვაზე გასცენ პასუხი, რატომ დაუჭირეს იმ რეზოლუციას მხარი, სადაც ჩვენს სამხედროებს ომის დანაშაულს აბრალებდნენ და მერე თქვას ამ ნაძირალამ ამან, რომ როგორ შეიძლება ქვეყნის ღალატიო. აპოთეოზი არიან ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის ღალატისა და მერე გამოდიან და აქ დასხდებიან და მშვიდად წყნარი ბარიტონით საუბრობენ 1000 სიგიჟეს აბსოლუტურად. აი ზუსტად უნდა დასრულდნენ, იმიტომ რომ აღარ უნდა იყოს ქვეყანაში შესაძლებელი, რომ სხვის დაკრულზე მოცეკვავე, ცალფეხზე მოხტუნავე მოღალატეები ცდილობდნენ, რომ პოლიტიკაში იყვნენ, იარსებონ და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ჰქონდეთ. აი სანამ ეს ადამიანები არ დასრულდნენ, მანამდე არ იქნება სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ კოვზი ნაცარში ყოველთვის ჩაუვარდებათ ამ მავნებლებს, როდესაც ქვეყნის არევა შეეცდებიან. მოდით ემოციურობისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ არა, თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა, რომ თქვენ ოპონენტს უპასუხოთ იმ განცხადებებს, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა. ჩვენ კომისიაზე ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე მოდით დავიწყოთ იმ სიახლით, დღის მთავარი ახალი ამბით, რომელიც ეხება საკადრო ცვლილებებს მთავრობაში. რა გახდა თქვენი ინფორმაციით, თქვენი შეფასებით ამ გადაწყვეტილების მიზეზი? ჩვენ ვიცით, რომ რა იყო ჩვენი გუნდის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის პროგრამა და მთავრობის პროგრამაში პირდაპირ არის ასახული, რომ ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რეგიონული განვითარება იყოს მაქსიმალურად ხელშეწყობილი და ზუსტად იმისათვის, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს, მნიშვნელოვანია, რომ ცალკე სამინისტროს სახით იყოს სტრუქტურა შექმნილი, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება პოლიტიკის ჩამოყალიბება და ამ პოლიტიკის განხორციელება შემდეგ რეგიონებთან, თვითმმართველობებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ამ სამინისტროს უხელმძღვანელებს ისეთი გამოცდილი ადამიანი, განსაკუთრებით თვითმმართველობის კუთხით გამოცდილი, იმიტომ რომ ბატონი გრიგოლ ილუაშვილი იკავებდა პარლამენტში
თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მაღალ თანამდებობას, ამავდროულად იგი იყო ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მას აქვს უდიდესი გამოცდილება რეგიონულ საქმეებთან თვალსაზრისით და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი იყოს ამ სამინისტროს ხელმძღვანელი. ამავდროულად არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ბატონ გრიგოლს იმ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვადა ეწურებოდა მიმდინარე წლის ოქტომბერში. დიახ, ზუსტად ამას ვამბობდი, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები ამაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ერთგვარად უკავშირებენ აი განსაკუთრებით გილუაშვილთან დაკავშირებით ამ ცვლილებას, მის დანიშვნას, მოახლოებული თვითმმართველობისთვის მზადებას და ზუსტად ამას ამბობენ, რომ ისაც ეწურებოდა მას ოქტომბერში. ოქტომბერში ეწურებოდა ვადა კონკრეტულად სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შესაბამისად მისი კანონმდებლობიდან გამომდინარე მისი ხელახლა წარდგენა წარმოუდგენელი იყო, არ შეიძლებოდა კანონდარღვევა არის. ამავდროულად მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ უნდა თქვა, რომ ჩვენი სამთავრობო პროგრამის ნაწილიც იყო, რომ რეგიონებზე განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი იყოს გაკეთებული. შესაბამისად ცალკე იყოფა სამინისტრო, რომელსაც ზუსტად ბატონი გრიგოლი უხელმძღვანელებს და შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეყოლება ღირსეული მასდაერად ღირსეული ადამიანი ბატონი ანდრიო ხანაშვილი, ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრი, რომელიც ყოფილი წევრი უпростоრად, რომელიც ახლა იკავებს იუსტიციის მინისტრის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციას და ამავდროულად სამინისტროს იუსტიციის სამინისტროს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი ბატონი პაატასალიას სახით, რომელიც არის გამოცდილი იურისტი, წლების განმავლობაში იგი ადვოკატი იყო და რუსთავი ორისთვისაც ბატონი პაატასალია უცხო არ არის ნამდვილად და პიროვნულადაც რა თქმა უნდა იგი ჩვენი გუნდის წევრია, ახალი შემომატებული გუნდის წევრი საპარლამენტოში, მაგრამ ჩვენ გუნდის წევრი მეგობარია და ჩვენ რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას უსურვებთ ყველა ჩამოთვლილ ადამიანებს თავიანთ საქმიანობაში, საქვეყნოს მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებაში, იმიტომ რომ თითოეული ეს პოზიცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იქნა გაჟღერებული, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და ზუსტად ეს არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაც, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ეროვნულმა ხელისუფლება ქართულმა ოცნებამ იმ საჭიროებებზე ზრუნვის თვალსაზრისით, რომელიც არის თითოეული მოქალაქისათვის და ზუსტად ეს ყველაფერი მაგისკენ არის მიმართული. ბატონო არჩილ, კიდევ ერთი თემა დღეს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა მამუკა ხაზარაძის 50,000 ლარიანი გირაო დაეკისრა. თქვენი ოპონენტები ამას განიხილავენ როგორც ანგარიშწორებას. აი მაგალითად გიორგი ვაშაძის განცხადება შემომხვდა, რომ თქვა რომ ამ საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან. მისი თქმით რეჟიმი ცდილობს ყველა დასაჯოს, ვინც მის სიცრუეს და უსამართლობას არ ეგუება. რა იქნება თქვენი პასუხი? მოდი მოვყვეთ ამბავი პირველ რიგში. საზოგადოებას გავახსენოთ თუ რა მოხდა. და დაწერია სისხლის სამართლის კოდექსში. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა არის დანაშაული, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით. მოდი ნახოთ რა მოხდა ახლა ამბავი და მე უკვე საზოგადოება შეუძლია იმჯეროთ თუ რამდენად პოლიტიზირებული ჭყალებში შეიძლება იყოს ეს საქმე. საგამოძიებო კომისიას ჰქონდა კითხვები ბატონ მამუკა ხაზარაძესთან და არა მხოლოდ მასთან. მას გაეგზავნა შესაბამისად დაბარების წერილი, რომელიც მას ჩაბარდა, მაგრამ მან დემონსტრაციულად უარი განაცხადა კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაზე. ამბავი არის ძალიან მარტივად, ხო? იყო კანონიერი მოთხოვნა, რომელიც არ შესრულდა. ეს არის ორი ფაქტი. ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ დანაშაულის ნიშნები არის, კიდევ დავიცვათ ბატონი მამუკა ხაზარაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია და ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული თუ არ ჩაიდინა. აი ხლა პირველივე დღეს, როდესაც მამუკა ხაზარაძემ გააკეთა განცხადება, რომ მე არ ვაპირებ საგამოძიებო კომისიის წინაშე წარვდგე და ხალხის წინაშე არსებული კითხვები, რაც არის ამაზე პასუხები გავცეო, მაშინ მე თვითონ გავაკეთე განცხადება, რომ აი ხლა ეს ადამიანი ადგება და პირველი რასაც იტყვის, პოლიტიზირებულია საქმეო. და ზუსტად ასევე მეორე დღეს გამოვიდა და მისმა მთელმა რა ვიცი ბანდამ, რომელიც გაერთიანებული არიან კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, ერთ სიმღერაზე, ერთ ნოტებზე დაიწყეს შეხმატყილებული სიმღერა. და საუბრობენ ახლა იმაზე, რომ პოლიტიზირებულია. ფაქტია, რომ ადამიანის მიმართ იყო მოთხოვნა, რომელიც არ შეასრულა, რომ ამ ყველაფერში არის დანაშაულის ნიშნები, მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლოს რა თქმა უნდა იმჯერებს და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ისევე როგორც ეს არის გათვალისწინებული სასამართლოში. სად არის აქ პოლიტიკა? გადაიხდის თუ არა ხაზარაძე გირავს, ებოდიში გაწყვეტინებთ, აქ ვკითხავთ რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ. თუ არ გადაიხდის 50,000 ლარიან გირაოს მამუკა ხაზარაძე
ხაზარაძე, რა ხდება ამ შემთხვევაში? დააკავებენ მას სამართალდამცავი წყობები? პირველ რიგში მოდი ვთქვათ, რომ მამუკა ხაზარაძისთვის არ ახალია, რომ თავის დანაშაულებრივ ქმედებებს შემდეგ პოლიტიკაში ემალება ხოლმე. გვახსოვს, რომ ზუსტად ასეთივე იყო მისი ქმედება, როდესაც იგი პოლიტიკაში შემოვიდა თავის მეგობართან თუ თავის თანამოაზრესთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დავა, რომელიც იყო მის წინააღმდეგ ანაკლის სპორტთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის პოლიტიზირება მოახდინა და არ დაგვაუწყდეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი ითხოვდა მილიარდებს, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფული საკუთარ ჯიბეში ჩაედო. რასთან დაკავშირებითაც საერთაშორისო არბიტრაჟში იგი დამარცხდა. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა და კიდევ იქით მოუწია თანხების გადახდა. პოლიტიკაში შემოსვლა მამუკა ხაზარაძისთვის ეს არის ერთგვარი ინდულგენცია, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკა ინდულგენცია არ არის და რომელიც გაბედავს და ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია, რომ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, სადაც დანაშაულის ნიშნები არის, აუცილებლად ჰქონდეს რეაგირება. ხოლო ის თუ მაგალითად გირაოს თუ არ გადაიხდის და ამის შემდეგ რა მოხდება და მისი მოხდება, მისი დაკავება თუ არა, პარლამენტის წევრთან ეს კითხვა საერთოდ არ არელევანტურია. მარტო იმისიდან გამომდინარე, მე არ შეიძლება ვიცოდე, ფიზიკურად შეუძლებელია რომ ვიცოდე, საგამოძიებო ორგანოები, პროკურატურა და სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებულება რომ ზუსტად იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ეხლა ჩვენ რუსთავიორის შენობაში ვარ და სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც იქნა მიღებული რუსთავიორთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგშიც გამართლდა ქართული მხარე, საქართველოს სასამართლო და დარღვევა არ იქნა აღმოჩენილი, ზუსტად ანალოგიურად კანონმდებლობის სრული დაცვით იქნება მსჯელობა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ეს არ არის პოლიტიკის საქმე, არ არის შეფასებადი პოლიტიკურად, აქ არის სამართლებრივი საკითხი. ამავდროულად მამუკა ხაზარაძე როდესაც არ მობრძანდა საგამოძიებო კომისიის წინაშე, მარტივი საკითხია. მან არჩია, რომ ჩაედინა ქმედება, რომელშიც დანაშაულის ნიშნებია კიდევ და კიდევ რომ ვთქვათ, რომელიც ნაკლებ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა და ვალდებული იქნებოდა, რომ გაეცა იმ კითხვებზე პასუხი, რომელსაც პასუხები უბრალოდ მას ვერ ექნება. და კიდევ ერთხელ წარმოჩინდებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს იგი იყო ერთ-ერთი არარიგითი თავართაგანი, ჭანჭიქთაგანი, რომელიცაც ხელი აქვს გასრული სხვა ადამიანების უბედურებაში. ჩვენ მოვისმინეთ მაგალითად, კონკრეტულად ადამიანმა საგამოძიებო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, როგორ იყო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის ბანკი ჩართული, რომ მისთვის ქონებები ჩამორთმეული ყოფილიყო. აი ეს კითხვები არსებობდა და ზუსტად ამ კითხვებზე რომ პასუხი არ ქონდა, იგი გაექცა საგამოძიებო კომისიას, მაგრამ ვერ გაექცევა კანონს. სამართალი არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ ურმი დადის, მაგრამ ყოველთვის მიდის თავის ადგილას. მოდით ეს საგამოძიებო კომისიის თემაზე გადავიდეთ და ხაზარაძის საქმე არ არის ერთადერთი, რაზეც თქვენი ოპონენტების მხრიდან ისმის კითხვები და გარკვეული კრიტიკაც, ხო? აი კომისიის მუშაობის ნაწილში ისმის არაერთი კითხვა, რომ რატომ დღეს, აი ამდენი წლის მერე, რატომ გადაწყვეტა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ეს ძველი საქმეები გამოიძიოს მასში, როდესაც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა უკვე აგეს პასუხი, სააკაშვილი ციხეშია, ნაწილმა უკვე მოიხადა სასჯელი, ნაწილი ძებნაშია, რატომ დღეს? ნაცია არ იშლის თავის ნაცობას და თავის მოღალატეობრივ საქმიანობას. არც 2012 წლებში იშლიდა და ჩვენ ვიცით რა უბედურებები ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში. იქნებოდა ეს ქუჩებში თუ ოჯახებში და ჩვენ კარგად გვახსოვს ოჯახის წევრები. დედა და მამა ერთმანეთს როდესაც რამეს ესაუბრებოდა, პირადი მაგალითით ამ ყველაფერს. ტელეფონებს შლიდით ხოლმე, ტოვებდით ერთ ოთახში და მეორე ოთახში გავდიოდით რომ გვესაუბრა. აი ასეთი დონის უბედურება ტრიალებდა ჩვენ ქვეყანაში და საზოგადოების წევრები, ახალგაზრდები განსაკუთრებით ეხლა ქილიკით რო საუბრობენ, რომ იცით მე 2012 წელს რამდენი წლის ვიყავიო. ერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდე გავიმეორებ თქვენი ეთერიდანაც. მე დავიბადე 1992 წელს. საერთოდ ვერ მოვესწარი კომუნისტურ რეჟიმს და რა ვთქვა ეხლა, რომ კომუნისტური რეჟიმი არ არსებობდა? არ ვიცი ვინ არიან კომუნისტები და ან თუ ნაცისტებზე როდესაც იქნება საუბარი 45 წელს და 30-იან წლებში, 1930-იან წლებში არცეთ ჩვენგანს არ გვიცხოვრია, მაგრამ ნაცისტები არ არსებობდნენ. აი ამ მარტივ თითქოს ერთის შეხედვით ბანალურ ფრაზას აზეპირებინებენ ადამიანებს და თავში უდებენ და ეს ადამიანები მოდი ახალგაზრდებს მოუწოდოთ პირველ რიგში რომ დაფიქრდნენ კარგად
რას თავაზობენ და როგორ აყრიან თვალებში ნაცარს და უყურონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს და კარგად ნახავენ თუ რა უბედურებას ატრიალებენ ის ადამიანები, რომლებიც ეხლა გამოდიან და ეხლა ზუსტად გადავდივართ თქვენს კითხვის პასუხას. ეს ადამიანები, რომლებიც უბედურებას ატრიალებდნენ ჩვენს ქვეყანაში, რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული ზუსტად ისე როგორც ნაცისტებს და ფაშისტებს და კიდევ უარესებიც აქვთ ნაკეთები. ეს ადამიანები ეხლაც ბედავენ, რომ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ რევოლუციების მოწყობის მცდელობები ჰქონდეთ, მათ შორის გარედან დაფინანსებით, მათ შორის ადამიანები დააორგანიზონ, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს, პიროტექნიკას ესვრიან სამართალდამცავებს, დააზიანებენ და დააგრევენ ინფრასტრუქტურას და საერთოდ ჯამში რევოლუციური სცენარით, იმ სცენარით, რომელსაც აკერმანის სცენარი ქვია, რომელიც კარგად არის აპრობირებული სხვადასხვა ქვეყანაში, რევოლუცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში და დააბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში, რომ ისევ იმ უბედურებაში დაგვაბრუნონ, რომელიც 2000-2012 წლებში ჰქონდათ ჩამოყალიბებული და რაც არ ჰქონდათ ნაღალატები იმ წლების განმავლობაში და დაკარგული ჩვენი ტერიტორიები, ეხლა კიდევ უფრო მეტი დაკარგონ. აი ეს არის ზუსტად მათი საბოლოო მიზანიც, რომ სხვის დაკრულზე, თავის პატრონების დაკრულზე იცეკვონ და რასაც აკეთებენ კიდეც, მაგრამ ვერ გამოსდით მარტივი მიზეზიდან გამომდინარე ქართული ოცნება, საქართველოს ხალხი დგავართ ერთად, არსებობენ შესაბამისი ორგანოები სახელმწიფო მყარად დგას თავის ფეხზე და შესაძლებელია რომ მათი ნებისმიერი ასეთი მავნებლური მცდელობა აღკვეთილი იქნეს და ეხლა რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები ამ ადამიანების რეჟიმს ამ ვითომ ერთმანეთისგან გაყოფილ პარტიებს უნდა დაერქვათ ერთი სახელი რომელიც იქნება შეფასებული როგორც რეჟიმის და დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებები და ამ ქმედებებში უკვე ცალსახაც კი არის იმდენად ხელის გულზე ჩანს საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას რომ ყველანაირი მტკიცებულების დონეზე არგუმენტები არსებობს, რომ სარჩელი იქნას მომზადებული საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მისამართი და შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იებრძელებს ამ პარტიების, ამ მოღალატეების და რეალური მონების აკრძალვის თაობაზე და ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ვითომ თვალთმაქსურად რომ ახალი პარტიები ჩამოვაყალიბონ. აი როგორც მაგალითად ნაციონალური მოძრაობა და ახალი შეუძლია ვინმეს თქვას რომ ნაციონალური მოძრაობა ბჭყალებში სახელით 5 ნომრად გამოსული და მეორე მხრივ ახალი ერთმანეთისგან რამეთი განსხვავდებიან და თუ მაგალითად ნიკა გვარამია და ნიკა მელია აღარ არიან ნაცები ჩამოირეცხეს ეს ყველაფერი ახალი ნომერი და ახალი ფერი რომ აქვს თავისი პარტიული ამას ცდილობენ ეს ადამიანები რომ როგორმე მოაწყვონ საზოგადოება ვითომ კოალიციური მმართველობა იყოს ნაცების კოალიციაც აღუდგენელია სხვა პარტიებთან დაკავშირებით და რომ მეკითხა საზოგადოება მიცის ჩვენმა მაყურებელმა რომ გადაიმსა რომ კომისია დადებს დასკვნას რომელიც საფუძველზე ხონ მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად არის კიდევ ერთი კანონ პროექტი ინიცირებული პარლამენტში რომელიც იდენტური პარტიების საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს ხომ აი ამაზე რომ გითხრათ მეტი რას ითვალისწინებს ახალი კანონი და რომელ პარტიებს შეეხება რა პრინციპით მოხდება ამ პარტიების კლასიფიკაცია მოდი პირველ რიგში ვთქვათ თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას პარტიების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე ერთადერთი ორგანო, რომელსაც ამ საკითხზე შეუძლია იმსჯელოს, არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელი როდესაც შედის, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, არის თუ არა კონსტიტუციაში არსებული ჩამონათვალი, რომელიც პარტიის აკრძალვის საფუძველია, სახეზე და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტურ ჭეშმარიტებას. ამის შემდეგ პარტია საქმიანობა ეკრძალება, მათ შორის სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს, რომ ამ პარტიის მიერ წარდგენილი წევრები უნდა იყვნენ თუ არა ისევ პარლამენტის წევრები, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ზოგადად. ზუსტად შემთხვევა შესაძლებელია მიღებული იქნას, რომ კონკრეტული პარტიის, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და კონსტიტუციიდან არის კონსტიტუციის ჩარჩოდან არის გასული და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში არსებული პარტიები აბსოლუტურ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. არ არსებობს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც ამ ადამიანებს არ ქონდეთ დარღვეული თავიანთი პარტიული ნომენკლატურით და შესაბამისად არ იყოს მათი აკრძალვის საფუძველი. მაგრამ არსებობს ერთი დიდი რისკი, რომ როდესაც მაგალითად საკონსტიტუციო, რა თქმა უნდა, წინასწარ შეუძლებელია ვინმე თქვას გადაწყვეტილება რა იქნება, მაგრამ ობიექტური ჭეშმარიტება არის, რომ საფუძველი რა თქმა უნდა არსებობს და ობიექტურად იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო. როდესაც აიგზალებიან პარტიები, ეს ადამიანები, აი როგორც ზაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდებიან ესენის და პარტია როგორად ესე ბუნებაში ხომ არ არსებობს და თვითონ ხომ არ ახორციელებს ამ ქმედებებს, ხო? ახორციელებენ მისი პარტიის წევრები. და ეს პარტიის წევრები შესაძლებელია რომ ისევ და ისევ სამართლის გვერდის ავლით შეეცადონ რომ
რომ ახალი პარტიები ჩამოყალიბონ, რომელთა საქმიანობის არსი იქნება აბსოლუტურად იგივე იმ პარტიებისა, რომელიც უკვე აკრძალულები და გაუქმებულები არიან. შესაბამისად უნდა არსებობდეს ბერკეტი, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში ყოველ კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობის არსი იქნება მსგავსი იმ პარტიებისა, რომლებიც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნება აკრძალული, მათ საქმიანობა იქნება აკრძალული, მათზე ცალკე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო და თუ დადგინდება, რომ მათი საქმიანობის არსი მათ შორის პერსონალური შემადგენლობა არის არსებითად მსგავსი იმ პარტიებისა, რომლებიც უკვე გაუქმებულები არიან, ინდივიდუალურად იმსჯელებს და ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი. ბატონო არჩილ, აქვე გკითხავთ, თქვენ საუბრობთ მუდმივად ჯანსაღ ოპოზიციაზე, ხო? რომ ამბობთ, რომ თუ მოხდება ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, შემდეგ აი ეს ველი გამოთავისუფლდება და მას დაიკავებენ თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები. თქვენ ხედავთ თუ არა არსებულ პოლიტიკურ ველზე ვთქვათ ისეთ გაერთიანებებს, რომლებსაც ექნებათ მომავალში რესურსი, რომ გახდნენ ვთქვათ მძავლი ოპოზიციური ძალები. რა თქმა უნდა, ნუ დამძრახავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან სუბიექტური ვიქნები და რა თქმა უნდა, როგორც ქართული ოცნების გუნდის დიდი გუნდის ერთი რიგითი წევრი ვიტყვი, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ეს მით უფრო უკეთესი არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ქვეყნისთვის, ისევ და ისევ ჩვენ ვართ სადარაჯოზე იმ სუვერენიტეტის გაძლიერების უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა წარსულშიც და ეხლაც მიმდინარეობს და რისკები არსებობს. და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიული მიზანის და ინტერესიც, რა თქმა უნდა, არის, რომ მაქსიმალურად დავარწმუნოთ ქართველი ხალხი, რომ ჩვენი პროგრამა, ჩვენი გაკეთებული საქმეები და მომავალში დაგეგმილი ინოვაციები აუცილებლად იქნება ის ერთადერთი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტ გზაზე ატარებს და მიიყვანს იმ ლოგიკურ შედეგამდე, რომელსაც ქვია ჩვენი ქვეყნის მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის სოციალური გაძლიერება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, გაერთიანება და ძლიერი დამოუკიდებელი სუვერენი ქვეყნის საქართველოს ჩვენი სამშობლოს უზრუნველყოფა. ამავდროულად ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად დაახლოებით 300 თუ მეტი პარტია არის რეგისტრირებული ოფიციალურად, მაგრამ ამ ადამიანებს და მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელსაც უნდათ რომ პოლიტიკაში იყვნენ ჩართულები, არ აქვს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ველი მთლიანად აქვს ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ათვისებული და არავის არ რა თქმა უნდა, ნახეთ, ჩვენი ქვეყნისთვის არის კარგი, რომ არჩევანი არა ისე იყოს, როგორც ეხლა არის, რომ მაგალითად მოღალატეები არიან ერთ მხრივ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრივ, სხვის დაკლუზე მოცეკვავეები, ხელის ბიჭები და ხელის გოგოები, ხოლო მეორე მხრივ დგას ეროვნული გუნდი ქართული ოცნების სახით, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და განთლიანება იყოს უზრუნველყოფილი. აი, ამ ორ უკიდურესობაში კი არ უნდა იყოს არჩევანი უღირსობასა და ღირსებას შორის, მოღალატეობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის. არამედ არჩევანი უნდა კონდეს საზოგადოებას, რომ რომელი პოლიტიკური პარტიის და გაერთიანების პროგრამა არის უკეთესი და ერთმანეთს ჩვენ უნდა შევეჯიბროთ იმაში, თუ ვის უფრო მეტად უყვარს ქვეყანა და ვის უფრო მეტად უკეთესი გეგმა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა. მანამდე სანამ კოლექტიური ნაცმოძრაობა იქნება პოლიტიკურ ველზე, მანამდე შეუძლებელი იქნება, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებს კონდეს შესაძლებლობა, რომ უბრალოდ თავიანთი ხმა მიაწვინონ ქართველ ხალხს. აი ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მოღალატეებისგან აბსოლუტურად უნდა გათავისუფლდეს ოპოზიციური ფლანგი, ოპოზიციური ველი და ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს უნდა კონდეს შესაძლებლობა, რომ ნაბიჯები გადადგან პოლიტიკაში. ჩვენსაც გვინდა ზუსტად, რომ რაც უფრო მეტი იქნება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენთვისაც უკეთესია, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად ვიქნებით მობილიზებული, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ ამ კამათში დაიბადოს ჭეშმარიტება და არა ვიბრძოლოთ ყოველდღიურად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელსაც უნდა ჩვენი ქვეყნის ჩამონგრევა და რომლებიც მაგალითად პირდაპირ ეთანხმებიან, პირდაპირ ასრულებენ მაგალითად ქალბატონ ლორა თორტონის მიერ ოფიციალურად მათთვის მიცემულ დავალებას, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ეს მონები მოხვიდეთ ხელისუფლებაში, მანამ სანამ არ ჩამოიშლება ქვეყანაში ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა არ გაუარესდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში რევოლუცია ვერ მოხდებაო და ამას აკეთებენ. ყოველდღიური მათი მცდელობა არის, რომ როგორმე გააჩერონ ქვეყნის განვითარება, რომ და აქვთ ესეთი ბნელი სურვილი, რომ ხოლო
მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის გაჩერებით და თითოეული ადამიანის გაჭირვების ხარჯზე შეიძლება რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მაგრამ ვერ მიმართ. გასაგებია, ბოლო კითხვას დაგისვამთ, აი ამ ყოველთვის გათვალისწინებით თქვენ რასელოდებით თვითმმართველობის არჩევნებზე 2025 წელი არის საარჩევნო წელი, ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებია. ოპოზიციაში ასთა სხვადასხვაობა იცის ჩვენ მომაყურებელმა, ნაწილი ამბობს, რომ მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი არა. რასელოდებით, როგორია თქვენი პროგნოზი, მრავალ სუბიექტიანი იქნება თუ არა ეს არჩევნები? პირველ რიგში უნდა ვთქვათ ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციასთან, ნასექსასთან დაკავშირებით, რომ მათი მჭმულვარება იმასთან დაკავშირებით შეასრულონ პატრონების რომელი დავალება მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, ეს არარელევანტურია მარტო იმისგან გამომდინარე, მათ არავინ არ ეკითხებათ. მათ შორის ამ სკამზე რო იჯდა რამდენიმე წუთის წინ არც იმ ადამიანს არ ეკითხება, მიიღებს თუ არა კოლექტიური ნაცმოძრაობა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. თიც გაუდგაცუნებენ დავალებას მისცემენ და ამასაც შეასრულებენ, მაგრამ ვერ შეასრულებენ, იმიტომ რომ ქართული ოცნების გუნდი უზრუნველყოფს, რომ შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით იქნეს მიმართული და საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესაბამისად სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები, ეს პარტიები იქნებიან გაუქმებულები და არ იქნება შესაძლებლობა რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს მრავალპარტიული, ბევრ პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, თუ ვინ არის ყველაზე ღირსეული, რომ იყვნენ თვითმმართველობებში, მუნიციპალიტეტებში, შესაბამისად საკრებულოს წევრები ან არჩეული მერები, მაგრამ ჩვენ არათუ მოლოდინი, არამედ დარწმუნებულები ვართ, რომ უკვე მე-11 არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ყველა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში გვექნება უზრუნველყოფილი მყარი უმრავლესობა და მერებშიც ჩვენ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და მოგწევს იმ მანდატს, რომ ვიზრუნოთ თვითმმართველობის დონეზეც თითოეული ადამიანის განვითარებისთვის. დიდი მადლობა. გამოიწურა ჩვენი დრო, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. არჩილ გორდულაძე, იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს, ასეთი იყო.